გოგა ჯიჯიჯი წერტილი ქო წარმოგიდგენთ მთავარ როლებში ჰალით ერგენჩი ბერგუზარ ქორელი თარდუ ფლორდუ ჯეიდა დუენჩი თომრი სინჯერი და მეთინ ჩეკმეზი კომპოზიტორი ქირაჩი პროდიუსერი ეროლ აუჯი რეჟისორი ქუდრეთ საბანჯი 1001 ღამე მადლობ ნადიდეანი დედა გთხოვ დედა ძალიან გთხოვ არა ბუქეთ ხომ გითხარი ხო მაგრამ ოსკეს დედა მოყიდა თაცისფერი ნუ გამაბრაზებ რა მოხდა დედა ადიმ ახლა შეძასთან დედა პაპა ავად არის ხმაურმა არ უნდა შეეწუხოს რა გინდა შულო ამან ბაბა არაფერი მამა მის მეგობარს ქოშები უყიდეს და დაიჩემი მეც მინდაო რადგან ბავშვმა მოინდომა უნდა უყიდო ბავშვს არ უნდა ეწყენინა ხომ გაიგონე პაპამ გითხრა უყიდო არ არის საჭირო მამა მოდი პაპასთან მოდი ხოლოდ ქოშს იყიდით კარგი კარგი პაპა მამა არ მოდიხარ თავს შეუძლოდ გრძნაფშვილო ავად ვარ შენ წადი შეიძლება შუა დღის მერე შემოვიარო რამეს ხომ არ დამაბარებ არა მალე გამოჯამრთელდი დედა ნახვამდის შულო წარმატებას გისურვებ მადლობ დავედი ნახვამდის დღეს დედა ჩემს რა სჭირს მამა ჩემზე ენაწყენი შენ როგორ გონია ალიქემა ალბათ იმ ამბავზე მამა მაჰმეთის ბავშვ ოპერაციის ფული რომ არ მისცა ისიც რა უცნაური ქალია ერთხელ ხომ უთხრა უარი რამდენჯერ უნდა შეაწუხოს არ ვიცი საკუთარ თავს დააბრალოს ასე ხდება როცა მიდიხარ და მშობლების ნებართვის გარეშე ცოლი მოყავს კარგი რა სხვის ბავშვზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მაქვს ჩემი პრობლემებიც მყოფნის ხომ კარგად ხარ ჩემს ამბავს კითხულობ თუ შენი ბიჭისას ორივესას ნახვამდის წარმატებულ დღეს გისურვებ კალდრიონ სუფრას ავალაგებ ალაგე ყველაფერი მტკივა მაგან გალებს ცაცხვი შაი მოგიდუხოთ მამა მოგიხდებათ ვიცი რაც მომიხდება შენი დედა მთილის გაკეთებული პიტნიანი მაწვნისმიანი კარგი ნადიდეჰანი მწადი წვნიანი მომიხარშე შენ რომ იცი ისეთი პიტნით და ბლომად გარაკით ნიმეთ ბურჰანბეის მაწვნისმიანი მომზადე ამდილა უთენია ნიმეთის გაკეთებული რომ მინდოდეს თვითონ ვეთყოდი ნადიდეჰანი შენი მომზადებული უფრო მესია მოვნება მოგიმზადე ბურჰანბე დამაცადე ჩაქაცვა აი ასე შუა დღეს თუ დაიცინებ რომ მალე გამოკეთდები შევთანხმდით ამ საღამოს სად მიდიხარ დედიკო ერთ მეგობართან ძალიან მჭირდები უნდა დავეხმარო ბატონ არ მიყავარ კან არ მოიწყინო ამ საღამოს შენთან ბენუ დეიდა მოვა ხამით არ მოხვალ ხვალ დივას ხომ მოხვალ მოვალ ბენუ მოვიდა მიდი შეეგებე კაბელების ჩაყრის გეგმას მხოლოდ 3 დღით ჩამორჩებით. სხვა პრობლემა არ არსებობს. დაგვიანების მიზეზს წერილობითი სახით თუ განგვიმართავთ, კარგი იქნება. საჭიროების შემთხვევაში კრებას მოვიწვევთ და დეტალურად განვიხილავთ. დიახ, როგორც ეთქვით. გამომართვე.
დუბაიში როდის მიემგზავრები? Bilmiyorum. არ ვიცი, რაღაც საკითხები კიდევ მაქვს გასარკვევი. Seni inceleyeceksin. არ მისმის ამდენს რა სარკვევ. Aslan gibi bir პროექტის ხელმძღვანელად ნამდვილი პროფესიონალი დანიშნე. ვის გულისხმობ? საოცარია არ გახსოვს პროექტის ხელმძღვანელად მინდა უნიშნე. შეჰრაზადზე გეუბნები. Dur bakalım. ჯერ ვერ ვიცით საქმის თავს როგორ გაართმევს. İnanamıyorum sana. ონურ ვერ ვიჯერებ, ამ ბოლო დროს რა ეჭვიანი გახდი. სხვაგვარად არ შემიძლია. Milyar dolar. მილიარდიანი პროექტის სრულიად უთმობ ხალხს ვანდეთ. არ მისმის ასე მშვიდად ყოფნა როგორ შეგიძლია. ადამიანების ამოცნობა შემიძლია ონურ. რადგან ვამბობ რომ ნდობა შეიძლება უნდა ენდო კიდეც. რა საკითხში? ყველა საკითხში. დარწმუნებული ხარ? ხო. კარგი. Olmasın iyi. მაგრამ მაჯობებს არ ენდო. გამაგებინე რატომ? Boş ver. კარგი, ამაზე ნოღარ ვილაპარაკებთ. ონურ რა ხდება? რამე შეამჩნიე? თუ ასეა გამაგებინე, მეც ხომ უნდა ვიცოდე. არა, რა უნდა შემემჩნია, უბრალოდ ვამბობ ნდობაზე ლაპარაკი ჯერ ადრე ამეთქი. მენდე ყველაფერი კარგად იქნება. იმ ხალხს პროექტი უკვე გადავაბარეთ. თავს თუ ვერ გაართმევს, მუშაობა ჩვენ მოგვიწევს. გაერთმევს თავს ონურ. დღეს ლიცეუმი დავათვალიეროთ, საღამოს კი დედებთან ერთად სადმე დავსხდეთ. ხომ იცი ერთმანეთთან საუბარი როგორ უყვართ? ხომ გითხარი ამ საღამოს არ მცალია? რა საქმე გაქვს? ისეთი რა ხდება, რაც მე არ ვიცი. მიპასუხე. ქალს უნდა შევხვდე. ესე იგი ქალს უნდა შევხვდე. ძალიან კარგი. ვიცნობ? Hayır. არა. ერთმანეთისად გაიცანით. რა მნიშვნელობა აქვს? მასალებია დეტალებს არ მეუბნები. ასეა. მისმინე, ეს სერიოზულია? თუ სერიოზულია და არ მეუბნები, იცოდე მეწყინება. რა სერიოზული? ერთი ღამის თავგადასავალია. ერთი ღამის თავგადასავლისთვის მეტისმეტად სერიოზული ჩანხარ. რაღაცას მიმალავ ხომ ასეა? არა, უბრალოდ უნდა გავერთო. კარგი გაერთენ. ლამაზია? მასთან ღამის გატარება ღირს? არ ვიცი, ვნახოთ. ბურსაში ცხოვრობს. ჩემი ძველი მეგობარია. ძალიან მდიდარია. დავურეკე და ვუთხარი ქანი ავად არის მეთქი. მითხრა თანხას მე მოგცემო. კარგი მეგობარი ყოლია. ერთი თხოვნი დაუფიქრებლად 150,000 დოლარი გასისხა. საოცარია. რატომაც არა ბენო? დუბაის პროექტი ხომ დაიწყება? ბალს მთლიანად დავუბრუნებ. იმედი მაქვს მანამდე ხელფას მომიმატებენ. შეჰრაზად. და სიმართლე მითხარი, ისინი მეგობარი მამაკაცია? მამაკაცია? ამით რისით მაგინდა ბენო? იმ კაც მოსწონხარ არა? რა სისულელია? ხომ გითხარი ცოლი ჰყავს? ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. მე არქიტექტურაზე, ის კი საინჟინროზე. კარგი. მაგრამ იცოდე, ეს ამბავი არ მომწონს. ის კაცი თავიდან რომ ვეღარ მოიშორო. რას ამბობ? ის ცოლსაც ვიცნობ. მანდ პატიჟა ჩამოდიო. რადგან ასეა მითხარი. ქანს რა ვოჭამო და მისი წამლებიც მაჩვენე. კარგი. ისედაც ადრე ეძინებს. ბენო, დიდი მადლობა რომ მოხვედი. ნიგარჰანი მამ საღამოს დარჩენა ვერ შეძლო. კარგი რა, მეგობრები არ ვართ? ხარხზე გადართე. შვილო, ძალიან ხმამაღლაა. ცოტა დაუწიეთ. ბუქეთ ვერ ხედავ, პაპა ავად არის. ტელევიზორს ხმა დაუწიეთ. ბავშვებს ნაუყვირი. დილანდელი მაწმისწვიანი დარჩანა დიდეჰანიმ. დარჩა ბურჰანბე, ოსპისწვიანიც მოვამზადეთ. შენთვის არ მიკითხავს ნიმეთ, ნადიდეჰანიმს კითხე. დილანდელი წმიანი დარჩანა დიდეჰანიმ. დარჩა ბურჰანბე, ცხელდება. კარგია. მამა, გადართე. დღეს ჩვენთან ვედად დალმაზმა შემოიარა. გედიქ ფაშაში ჩვენი მაღაზიის დაქირავება უნდა. მერე? წელიწადში 60,000 დოლარი. თვეში 5,000 დოლარად მივაქირავე. 1,000 დოლარი, ბე, მაშინვე მომცა. მერე გამოვართვი? გამოვართვი, აი აქ მაქვს. ვინ გითხრა გამოვართვიო? მე ასე არ მითხარი? შვილო, ვის გაუგია რომ ვედათ დალმას ქირაოდეს მე პატიოსნად გადაეხადოს? ბუქეთ. ალლაჰ, გაძლება მომეცი. ამ ხელა მაღაზიის გაქირავებას ვაპირებ, ჩემ კი კლიენტად ქვეყანაში ყველაზე გაქნილი თაღლითი მოზებნე. თაღლითი რატომ გონია? თვალი უნდა გაახილო, თვალი. კულა ვერ ისწავლე. ბურჰანბე მაწმისწვიანი გაცხელდა. დახედით და შენ და შენ მაშულმა ჭამეთ. მე კი უნდა წავიდე და ვინერვიულო. ო, რადგან სიმწრით დაგროვილ ქონებას უღირს მემკვიდრეს უტოვებ.
ყველაზე მეტად გუფთა გიყვარს, არა? ხო, როგორი გუფთა გიყვარს? დედიკოს გაკეთებული. შენ ბიჭს დედიკო როგორ უყვარს? დედა რომ წავარ ავქნათ, ტელევიზორს უყუროთ. დედიკო მახალი მულტფილმი მიყიდა, იმას უყუროთ. უყუროთ საყვარელო, რასაც გინდა იმას უყუროთ. დედას თავის მეგობართან რატომ არ მივყავარ? იმიტომ რომ იქ ბავშვების ადგილი არ არის. მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. შენის მითხარი მინიატურში იყავი? იყავი? მართლა? დედამ წამოყვანა. მომიყევი იქ რა ნახე. ვაბზოლეომი. კიდევ? მოჩეთები? კიდევ? კიდევ დოლმა ბაღჩის სასახლე. მართლა კიდევ რა ნახე? კიდევ დიდი ხიდი. რა საყვარელი ხარ? ჩატყლაპავ. ჩატყლაპავ ვიცოდე. ერთი გუფთა დარჩა. თან. მაგრამ ისიც შეჭამა და მორჩა. ათილები. შეჰრაზად ხანიმ დონორს ვლაპარაკე, ძალიან გაუხარდა ფული რომ იშოვეთ. თანახმაა ჩამოვიდეს. თანხა ხომ ნამდვილად გექნებათ. იმიტომ გეკითხებით რომ ხვალისთვის ბილეთს ყიდულობს. შეჰრაზად ხანიმ რაიმე პრობლემა ხომ არ გაჩნდა? არა ათილები. ყველაფერი რიგზეა. ნახვამდის. ნახვამდის. მამა ფშიერი დაიძინებს, თვითონ გადაწყვიტოს. წვნიანი ოთახში ხომ არ ავუტანო. Birçok noktada gördüğümüz bir uygulama da özellikle paletli ağır iş makinalarıyla bu çukurların açılarak, hatta sadece 50 santim değil sizin dediğiniz gibi საღამომშვიდობისა ონურ ბეი, საღამომშვიდობისა. მაგი და ბოლო სართულზეა გაშლილი. მადლობ. ჩანთა ჩემს ოთახში აიტანეთ. დიახ. საღამომშვიდობისა, საღამომშვიდობისა. ბურჰან ბეი, შეერი აპირებს დაწოვას. Çorbanı getir. Tümüyen sen bu giden. Otursana biraz. Zota xans daceki. Nadide Hanım. Nadide Hanım. Otur dedim. Gitxari daceki metkin. $150,000 საჭირო არა? Çocuğun ბავშვის მკურნალობისთვის. Burhan Bey. parayı veriyor. გულს მივცემ. Torun შენი შვილიშვილი Ahmet აჰმედს გავს? გავს? მაგრამ რაღაცით შენს გამსგავსებ. რომელსაც ჩამოდის? ძალიან გამახარეთ. დიდი მადლობა. მშვიდობისა. ზემოდან გამდნარი კარაქი მოვასხი, შეჭამე სანამ ცხელია. მადლობ. Nadide Hanım. ნადიდე ჰანიმ. Hani dedi იმ დღეს მითხარი შენს გულს მოусმინეო. sesini bir dinle. ოდა გულმა მითხრა ბავშვი გადამერჩინა.
შევჭამ. 39 წელი ერთად ვართ. გონი არ ვიცი კეთილი გული რომ გაქვს. Çok güzel oldu. გემრიელი წნიანი მოგიმზადებია. შეგერგოს. ოღონდ ცოტა მლაშე გამოგსულია. ძალიან განვიცდი. ძალიან ბურჰანბე. თუნებას მომცემ გოგოს დავურეკავ და ვეტყვი რომ პაპა ბავშვს ფულს აძლევს. Dedesi. Papa, Peki nasıl bu? როგორ დაუკავშირდები? Ha? Telefon numarası. ტელეფონის ნომერი გაქვს? მაქვს. İyi თუ ara. ასეა დაურეკე, რაღაც განიცდი. Merhaba. გამარჯობა. გამარჯობა. Siyah giymişsin. შავი ჩაგიცვამთ. Martin ne? გლოვის ფერი. Var mı? ამის მიზეზი არსებობს? ღამი შავია და იმიტომ. Oturmaz mısınız? არ დაждებით? ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. Bir şey içer misin? რამეს დალევთ? არა. Gece ღამე შავია. param burada. გული ჩანთაშია.
უკვე დავიღალე. ყოველდღე პრობლემები მაქვს. დავიჯერო ნორმალური პერსონალი ვერ უნდა ვიპოვო. ყურადღებით უნდა შეარჩიო ფუად. დაკვირვებით. სამსახურში იყვანისას გარეგნობა კი არა, საქმისადმი მათი დამოკიდებულება უნდა გაითვალისწინო. კარგი რა. თქვენი ახალი არქიტექტურა ამ პრინციპით შეარჩიეთ? არ მგონია. გავიგე ლამაზი ქალი ყოფილა. სილამაზე რა შუაშია. მაგრამ ლამაზია. შესაძლოა. მაგრამ მისი სილამაზე კი არა, ნიჭი გვაინტერესებს. თითე ლაპარაკობთ. ჰერმის ჰოლდინგში ერთი არქიტექტორი ქალი მუშაობს. ჯერ სულ ახალ ბედაა, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი პრემია მიიღო. ასია ხოლმე. პირველი შთაბეჭდილების მოხსენა უნდოდა. რამდენიმე თვის მერე ვნახოთ რა სიზამს. კარგი რა. რამდენი ფირმის მმართველი იყავი? ეგ რა შუაშია ძვირფასო. ხალხს ისედაც კარგად ვიცნობ. მომართლა, ონური სად არის? ამ საღამოს რატომ არ მოვიდა? ონურის ამბავი ასე რატომ გაინტერესებს? შენ უნდა ჩაგაბაროს ანგარიში, როდის მოვა და როდის არა. ასეთი გაღიზიანებული რატომ ხარ? უბრალოდ შეგეკითხე. არ ვიცი, გაღიზიანებული ვარ თუ გასართობა ცუდი ადგილი შევარჩიე. მივდივარ, რამე მშვიდობისა. დამეცადე, მას მოვდივარ. შეღრაზე თანი. ხომ კარგად ხართ? თქვენმა ზორმა ძალიან შემაშინა. ფული მოვიტანე. ფული? ასეთი საჩქარო არ იყო. რომელი საათია? დონური ამაღამ ჩამოდის არა? ხვალიდან მკურნალობას დავიწყებთ. კარგად ხართ? კარგად ვარ. ყველაფერი კარგად იქნება შეჰრაზად თანი. ქანი გამოჯანმრთელდება, დამიჯერეთ. ნახვამდის. ჩემ შულს ლეიკემია აქვს. ცვლის ტვინის გადასანერგად $150,000 მჭირდება. ონურ ვესმობთ ხო, როგორ ფიქრობ, მომცემს ვენო? არ ვიცი შეჰრაზად. მგონია რომ არ მომცემს. პატარა თანხა ხომ არ არის? $150,000, მაგრამ ჩემი შვილი უნდა გადავარჩინო ბენო. როგორ ფიქრობ, ასეთი უსინდისოა? დახანია მასთან ვმუშაობ, მაგრამ დღემდე არ შემიმჩნევია, რომ ასეთი სიკეთე გაეკეთებინოს. ონურბეი ძალიან მკაცრი ადამიანია. ფიქრობ, რომ არ მომცემს? არ ვიცი, უთხარი თუ გინდა, მაგრამ ფულს ვინ ჩივის? თუ გაიგო, რომ ბავშვი ყავს, შესაძლოა ყოველისთვის სამსახურიდან გამოგაგდოს. მერი რა უნდა ქნა? ალა, გემუდარების სასწაული მოახდინე. გემუდარების სასწაული მოახდინე. ფული აუცილებლად უნდა ვიშოვო.
სიბერი. რა? ზეჯერ არ მოსულა. ნახე რა სიწყნარეა. ხოლო ჩიდების ხმა ისმის. ახალგაზრდა რომ ვიყავი დილას ადრე ადგომა ძალიან მიჭირდა. ახლა კი დილაუთენე იმეღვიძება. დავბერდი. კარგი რა დედა. რა დროს სიბერია, ყოველთვის ადრე დგებოდი. იმიტომ რომ მამაშენს ადრე ადგომა უყვარდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო არ ავდგებოდი, მაგრამ მამაშენი დაგეძინა. მამა ჩემის ჭკუაზე რატომ ცხოვრობდი? სულ მამა ჩემზე ლაპარაკობ. დროა დაივიწყო. ვინ დავივიწყო? მამაშენი? თუ ის ქალი მამაშენს რომ დაგვაშორა? ორივე. განსაკუთრებით ის ქალი. მერე ადვილია. ვცდილობ დავივიწყო. მაგრამ ის ღამე მამაშენმა რომ მიგვატოვა, მე ხსიერებიდან ვერ ამოვშალე. ვერ შევძელი. უდიადი. ბნელი ხარ. დავიწყება შეუძლებელია შვილო. შავი ღამე. დავიწყება შეუძლებელია. მოდი ამაზე ნუ ხარ ვილაპარაკებთ. დღეს კვირა. ასე ადრე რატომ მოხვედი? არ დამეძინა. რატომ? გვიან დაწექი და არ დაგეძინე? ძალიან იღლები. შენზე მნერვიულო. უამრავი თანამშრომელი გყავთ. არქიტექტორები და კიდევ სხვები. ყველაფერი შენ რატომ უნდა აკეთო? თანამშრომლებმა იმუშაონ. მამაშენიც ასეთი იყო. რა მოხდა? მივდივარ დედა. საუზმე? არ მინდა. გმარა, საკმარისია. კიდევ ცოტა ხანს პაპა გთხოვ? მეტი აღარ შემიძლია შვილო დავიღალე. ვასია კრიალოსანი მათხოვა. აი გამომართე. რათა პაპამ რა მომცა? ბაჩუნე? მომეცი. არ მოგცემ. მომეცი. მურჰამბეი მიირთვი. თურქული ყავა? რაჰათ ლუკუმიც? დიდი მადლობა ნადიდეჰანი. გემრიელად მიირთვი. ძალიან მასიამოვნე. ველა რა ხდება, ყავას არ მომიდუღებ? შენმა ცოლმა მოგიდუღოს ალი ეფენდი. ჩემი ცოლი მე მემსახურება. ადექიფოსუნ, რაჰათ ლუკუმი მეც მინდა. პაპა მე მომცა. ერთი წუთით მეც მათხოვე, უნდა ვნახო. ჩემი კრიელოსანი დამებრუნეთ. მომეცით. სახლს ვინ უდარბი ხართ? არ შეიძლება. მოდით მადაგიძრა, მოდი. დღეს კვირაა. მთელ დღეს სახლში უნდა ვისხდეთ? პიკნიკზე ხომ არ წავსულიყავით? ალი, იმ ადგილს რა ერქვა იმ დღეს რომ ვიყავით? სუმწონეში რომ იყო ჩაფლული. გუზელს გულისხმობ? ხო, რაც ერქვა. მაყალზე შემწვარი ხორცი ვჭამოთ, დავისვენოთ. რა სიტყვი ნადიდეჰანიმ? კარგი იქნება, ბავშვებიც გაერთობიან. მართლაც კარგი იქნება. წავიდეთ. დედა, თქვენი ცისფერი კაბა ჩაიცვით. ალმასითლიანი გულსაბნევიც გაიკეთეთ. ძალიან გიხდებათ. და ხანი არ კეთებიათ. ულამაზესი გულსაბნევია, ძალიან მომწონს. რას არ იტყვი ხოლმე ფოსუნ? პიკნიკზე ალმასის გულსაბნევით ვინ დადის? რატომაც არა? გონია გულსაბნევს მარტო ქორწილებში იკეთებენ? ავდგეთ, დროს მოღარ დაუკარგავთ. ამძაფს აქ გავაწვრეთ. ამას აქ. ახლა ციტები გაშალე. დედიკო მოვიდა. დედიკო. შვილო. როგორ ხარ ზურფასო? გამარჯობა ბენო. არ გელუდებოდი, ადრე მოხვედი. მოვედი. ქალმა ხომ არ გაგაწვალა. რას ამბობ დედიკო, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ყავს. შვილო, ოთახში შედი. ცოტა ხანში მეც მოვა.
შეჰრასად რამე მოხდა? არაფერი. ფული იშოვე და უკვე ადგილობერის მივეცი. მართლა? დონორი ამაღამ ჩამოდის. ხვალიდან მკურნალობას ვიწყებთ. როგორ გამახარე, მაგრამ ძვირფასო, ასეთი შეწუხებული რატომ ხარ? დავიღალე ბენო. ხომ არ გეტყინება ცოტა ხანს რომ დავიცინე? რას ამბობ, წათი დაიცინე. უთხარი მაწონიც მოიტანონ ბავშვებს უყვართ. ახლა ვეთყვი. რადიოს მოახრიალებ. ტალღას ვეძებ. მომეცი მე ვიცი მამას რომელი ტალღა უყვარს. ბავშვებს მაწონი მოუტანენ. ახლა თურქული სიმღერები იპოვენ. აი ასე. მადლობ ბრძალო. ეს შენი სიმღერაა, ნადიდეღანიმ. ჩემი როდიდან გახდა ბურჰანბე? დღეიდან. ალი კემალ. ისმენ. მაწონი ბავშვებს, გმადლობ. შენს დაისხე. მამა რას ამბობ? კარგი, რა გონია არ ვიცი ის რომ გიყვარს. არა მამა რას ამბობ? გაჩვენდი. სახლში მთვრალი ხშირად მოსულ ხარ, ასე არ არის ნადიდეღანიმ. დილამდე აღებინებდი ხოლმე, სმაც არ იცოდი. დედა შენი გიცავდა. ამბობდა რაღაცა მაწყინა, კუჭი გაუღიზიანაო. გამომართე. არ მინდა მამა, წყალი და ყინული დაამატე. მიდი ჩაყარე ყინული. ვითომ არ უნდა, მეც დავიჯერე რა. იცოდე დავლე მამა. დალია. უკვე შვილების პატრონი ხარ. წესით სანამ ბიჭი არ გეყოლება უფლება არ უნდა მომეცა, მაგრამ მნიშვნელობა აღარ აქვს. რაღა დარჩა, სულ რამდენიმე თვე. ო, ასეა. დალია. ბრძალო, შენ ლუდი დალია. რას ამბობთ მამა? ხომ არ გინდა თქვენი შვილი დათვრეს? დაიბადოს. მალე დაიბადოს და დილამდე უნდა ვიქეიფოთ. ჯერ არ არის მზად, შიმშილით მოვკვდი. უკვე მზადაა მამა. მამას კოტლეტები კარგად შეწვი. ბავშვების წილი მაღალზე დატოვე, არ გაცივდეს. ძვირფასო. ბენო. ჩემო მეგობარო. როგორ გაგაწვალე? სახლში წადი. უკეთ ხარ? ო. ცუდად რომ გამოიყურები, რა მოხდა მითხარი? დამესის მრა რომ გაანი მოკვდა. არა, ალაჰმა დაიფაროს. ვერ გადმოგცემ როგორ ვიტანჯებოდი. მინდოდა მეც მომკვდარიყავი. ხიდიდან გადავხვდი, მაგრამ არ მოვკვდი. თავი ჩამოვიხრჩვე, მაგრამ მაინც არ მოვკვდი. ალაჰ ვთხოვდი ამ ტკივილს ვერ გავუძლებ. ჩემ შულთან წამიყვანე მეთქი. ცუდზე ვფიქრობ. შეჰრაზად იცოდე, რაც გააკეთე, ყველაფერი სწორად გააკეთე. დამიჯერე ასე. დამიჯერე. იცისფერი კაბა რატომ არ ჩაიცვით, დედა? ალმასის გულსაბნევსაც გაიკეთებდით. იმ ალმასის გულსაბნევს რას ჩააციდე ბოსონ? უბრალოდ მიგვირს რომ არ იკეთებთ. ძალიან გიხდებათ. დილიდან იმ გულსაბნევზე რატომ ლაპარაკობთ? ისე მამა, დედა ძალიან უხდება და მეკითხები რატომ არ იკეთებ მეთქი. სად წაიღეთ?
ვინმეს ხომ არ მიეცით? თქვათ მისცა. ნებართვა შენგან უნდა აიღო? გულწაბნევი მას ეკუთვნის. მამამისის დანატოვარია. თუ მოუნდება სხვას მისცემს, თუ მოუნდება სხვაში გადააგდებს. არა მამა, მაგის თქმა არ მინდოდა, ნივთი ვისაც უნდა იმას მისცეს. უბრალოდ დამაინტერესა. შენ სხვა რამე ხომ არ გაინტერესებს, ბოსუნჰანი. კარგი, ამაზე ნოღარ ვილაპარაკებთ. ალი ქემალ. არ დამოვიწყდეს რომ გითხრა. ხვალ ბანკი გააფრთხილე. $150,000 უნდა გამოვიტანო. $150,000? რისთვის? ჩემი შვილიშვილის მკურნალობისთვის. გულიას ბადრიჯნის ტოლმა გავაკეთებინე. ძალიან უყვარს, მაგრამ პირი არ დაუკარებია ქერემბეი. დღეს სულ სხვანაირია. იქნებ თქვენ დაელაპარაკოთ. ნუ შეჭამს არა უშავს. ფირდევს რატომ აბრაზებ მეგობარო? ძალიან მაბრაზებს. როგორ ხარ? ბადრიჯნის ტოლმა არ გიჭამია. ეს სუდის ნიშანია. რა ქენი? მთელი დღე სახლში იყავე? ანე მეგით. დილას დედა ჩემთან ვიყავე. მერე დავბრუნდი და მთელი დღე მეძინა. რადგან მთელი დღე გეძინა, ესე იგი, წუხელ არ დაგიძინია. შენ რა ქენი? მე სარსად წავსულ ვარ. სახლში ვიყავი, დედა ჩემს კარts ვეთამაშებოდი. აბა? ღამემ როგორ ჩაიარა? მოლოდინი გაამართლა? შვილიშვილიო, გაიგონე, შვილიშვილი დაუძახა. შვილიშვილის მკურნალობისთვისო. ის ბავშვი მისი შვილიშვილი როდის მერე გახდა. ცოტა ხნის წინ მისი დანახვა არ უნდოდა. აჰმედსა და მის ბავშვს უარი თქვა. ყველაფერი დედა შენის ბრალია. იცი, მამა შენი მან აიძულა. მოსვენება არ მისცა. რაკნას? მისი შვილიშვილია. ალი ქემალ, ნუ გამაგიჟებ. დღემდე იმ ბავშვის არსებობა არავის ახსოვდა. უსუნ გაჩუნდი რა გთხოვ. ეს რა ყოფილა? გავლენიან ბურჰან ევლიაოხლოს თავის ჭკუაზე ატარებს. თურმე რა ადვილი ყოფილა? რა αδვილი? გაჩუნდი კმარა? არ გავჩუნდები. ბავშვი ერთი უბრალო ქოში რომ ვუყიდოთ 1000 ჯერ უნდა დავფიქრდეთ. მამა შენი კი ამ დროს $150,000 ვისაძლევს. ბავშვი ავად არის ფოსუნ სამკურნალოდ მისცა. ჩვენ ირგვლივ უამრავი ავადმყოფი ბავშვია. ყველას ამდენი ფული უნდა მისცეს? რა ვქნა, რა გავაკეთო, მამა ჩემი მოკლა? არ ვიცი. დღეს ფული მისცა. ხალხი შვილიშვილად აღიარებს. რა სისულელია? იცოდე ინანებ. ჩემს სიტყვებს მაშინ გაგახსენებ. ზუგი ყალე მომიტანე. წვები? ჯერ ხომ ადრეა. არ დავიძინებ, უბრალოდ წამოვწვები. ლიმონათი მოგიმზადე, ცივია, გესიამოვნება. დავლევ ნადიდე ჰანიმ, რადგან შეწუხდი და მომიმზადე დავლევ. რა შეწუხება? გმადლობ. თუ არ გინდა ნუ მომიყვები. გონია შენი ერთი ღამის თავგადასავლები ძალიან მაინტერესებს. თუმცა როგორ არა. ნუ მომიღები. რადგან საიდუმლოდ ინახავ, ესე იგი ის ქალი შენთვის სულ ერთი არ არის. ამას უკვე მივხვდი. Öyleydi. ასე იყო. წუხანდელ ღამემდე. ეს უკვე საინტერესოა. იმ ქალმა რითმი გიზიდა. Yani. Galiba. მეგონა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სრულიად განსხვავებულად. მერე? Değilmiş. შევწდი. Hepsi aynı. ყველა ერთნაირია. Da tecrübe etmiş. ამაში კიდევ ერთხელ დავწმენდი. Ben sana ne diyorum? რამდენჯერ გითხარი მეგობარო? Kadınların da. ქალებს სიყვარული, გრძნობები არ აინტერესებთ. რა აინტერესებთ? ფული, ძალაუფლება, გავლენა. Aşktan başka. ყველაფერი სიყვარულის გარდა. Söyler misin? მითხარი,
Dikkatim. როგორ უნდა მიხვდე რომ ქალს უყვარხარ? რას გულისხმობ? რა უნდა გააკეთოს ქალმა ისეთი რომ მის სიყვარულში დარწმუნდნენ? Öyle yaparsa seni გონი კონკრეტულად არაფერი. o belli. მისი საქციელით მიხვდები. Etmiyor. ასე არ არის. Sen az buçuk თავიდან ყურადღებას აქცევ. gözün tutarsa daha თუ მოგეწონა უფრო მეტ დროს უთმობ. duvara ბოლოს კი ხვდები რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელეა. Çok fena sar. როგორ ჩანს გული ძალიან გადგინა. ის ქალი ვინ არის? kimse ki რა მნიშვნელობა აქვს? ერთი ქალია. Allah Allah. İyi de ne yap? ასეთი რა მოხდა? Bir şey yapmış. ალბათ მიზეზი გაქვს რადგან ასე ლაპარაკობ. değer vermişmiş. Doğru. ილუზიების თხოვებაში უკვე მე რამდენად აღმოჩნდი. Bak sen ამორ ქალმა რომელიც მოგწონდა ერთ ღამეში ოცნებები დაგიმსხვრია. yerle bir edecek. ეს უბრალოდ არ მოხდებოდა. ასეთი რა ჩაიდინა. Ne yaptı? Gecenin belli. ამის საფასური გადავუხადე კერემ. Nakit ნაღდი ფულით. Yeter. ახლა რა სიტყვი? Ne diyorsun? რა თქვი? არ მისმის 12 წლის განმავლობაში ამ ოჯახში ვისთვის წვალო იმისთვის რომ ერთ დღეს ვიღაც ქალი ავადმყოფ ბავშვთან ერთად გამოჩნდეს და მთელი ქონება წამართვას ჯანდაბა ალი ქემალ რამე მოიფიქრე გეუბნები ის ბავშვი მოვა და ჩვენს ქონებას დაეპატრონება Ne yapayım peki? რა უქნა მითხარე? გამოსავალი იპოვე. Ay deli oldu. ნამდვილად გავგიშტები Ne yap ya? როგორ მე მოახერხე რომ მამაშენმა იმ ქალს ფული არ მისცეს Nasıl მე რა შემიძლია? Yarın banka რა ვერ გაიგე? მითხრა ხოლ ბანკი გააფრთხილეო. akşama kadar masası. ხოლსაღამოს მამაჩემს ფული თუ არ ექნება, ვერ გადაბურჩები. O zaman artık აღარ არის დრო რომ მამაშენის ნაცვლად გადაწყვეტილებები შენ მიიღო Ne? რა? რაც გაიგონე öyle. Karar senin. გადაწყვიტე Eğer o çocuk ის ბავშვი მამაშენმა შვილიშვილად თუ აღიარა რა? beni yok. დამკარგავ Allah Allah. მეტავრა ხდება შეჰრაზას დღეს უკვე მე რამდენი დავურეკე მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს კიდევ ვთქვი იქნებ ჩართო შეეშვი, საჭირო არ არის. ფული მზად რომ იქნება თვითონ დაურეკავ და ვეტყვი. პულტისად არის ვერ ხედავ. Televizyon mu? ტელევიზორს გინდა უყურო Vazgeçtim. გამოვიფიქრე. Gel biraz. მოდი სალაპარაკო გვაქვს. Burhan მურჰან ბეი bir şey söyle. რაღაც მინდა გითხრა Ben ის ალმასის გულსაბნევი ვიცი. ბავშვის დედას მიეცი. მივხვდი. Etmiştim. ჩემთვის რომ გიგითხა. Vermeden. გეტყოდი არ მისცეს საჭირო არ არის მეთქი ნადიდე ჰანი. მაგრამ გულსაბნევი შენი იყო. მამა შენ მაგაჩუკა. ამიტომ აღარაფერს გეტყვი. ოღონდ ახლა კარგად მომისმინე. O parayı იმ ფულს შენი ხათრით ვაძლევ. senin göç შენ რომ ასე არ გენერვიულა იმ ქალს 50 ქურუშსაც არ მივცემდი. kuruş bile vermezdim o kadına. მურჰან ბეი ბავშვი რა შუაშია Var. Çocuğum ბავშვი არაფერ შუაშია. hangi çocuk? ყველა ბავშვი უწოდველია ნადიდე ჰანიმ. ჩემთვის აჰმედის ბავშვი და ნებისმიერი ქუჩის მაწანწალა ერთია. Fark თუ ეს კარგად დაიმახსოვრე. ya დაფიქრდი რას ამბობ შენი შვილიშვილია değil. არა, Torunu ჩემი შვილიშვილი არ არის. გუშინ რომ სხვანაირად ამბობდი ისე ვთქვი. değil mi ki o? ჩემმა შვილმა ჩემს სიტყვას პატივი არსა. Umursamadı. წავიდა და იმ ქალზე ჩუმად იქორწინა. არაფრად ჩამაგდო. O evlat ამიტომ არც მისი შვილი მაინტერესებს. çocuğunu da tanı. სანამ დაქორწინდებოდა რამდენჯერ გთხოვა ქრემლ მორეული რამდენჯერ გემუდარა რომ ქორწინების ნება მიგეცა ნუ თუ ყველაფერი დაგავიწყდა კარგი რა ნადიდე ჰანიმ, გაჩუმდი. მომისმინე Geçin. გულს ვერ უბრძანებ oğlumu ჩვენს ბიჭს ის გოგო შეუყვარდა ne olur რა დაშავდებოდა დაქორწინების ნება რომ მიგეცა Gönül be. გრძნობები არაფერს ნიშნავს ნადიდე ჰანიმ. Gönül წარმავალია. başıboz გულმა რა იცის, გული სულელია. var bir yere. ადამიანისთვის გრძნობები ყოველთვის სიკეთის მომდანი არ არის. benim მე თუ შემიყვარდი
განაბედნიერები არ ვიყავით. Öyle değil. ასე არა. აბა კიდევ მაჩვენე. შეხედე აი ასე. შეხედე. Bak. გამომივიდა. Bak yaptım. ნახე რა ლამაზად გამომდის. Harikayım ben. ნახე. Kaan'cığım. Kaan. Kaan. Hazır mısın? მზად ხარ? Gidelim. წავიდეთ. ნურჰაირათანი, გისმენთ ნურბეი. დუბაის პროექტის ჯგუფთან თათბირი დანიშნი 10-ის ნახევარზე. დიახ. Anne. დედა, Anne. დედა. Efendim? რა უშვილო. Hastanede. საავადმყოფოში ყოფაში მარტო ვიქნები? არა საყვარელო. ყოველდღე მოვალ. დილა, შუა დღეს და საღამოს. თანაც განსაკუთრებულ პალატაში დაგაწვენენ. ექიმებსა და ექნებს კოსმონავტები ეთმევათ. შენ? მეც? Seni merak არ ინერვიულო, კარგი? არ ვინერვიულებ. Alo. ალო, Şehraz. შეჰრაზადანის ნურჰაიათი ვარ, ჰოლდინგიდან გირეკავთ. გისმენთ? ონურბეი მთხოვა დუბაის ჯგუფთან თათბირი დამეგეგმა. Haber vereyim. თქვენს წინასწარ შეგატყობინეთ. მართლა რომელ საათზე? 9:30. 10-ის ნახევარზე. 9:30. 10-ის ნახევარზე? Ayağım. რას ამბობთ? Biraz işim var. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. 9:30. 10-ის ნახევარზე ვერ მოვალ. Ben biraz geç. ცოტა დამაგვიანდება. Aa, გასაგებია და ონურბეის რა ვუთხრა? siz bir şey ნუ რაფერს ეტყვით? en fazla 10 15 წუთზე მეტი არ დამაგვიანდება. როგორც გნებავთ, ნახვამდის. Norveç'e gideceksiniz diye შემეშინდა ნორვეგიაში არ წასულიყავით მეჰრიბან ხანი. ჩამოსვლა ძალიან მინდოდა, ხომ გითხარით, აქ ჩემი სამშობლოა. iyi ki geldin. რა კარგია რომ ჩამოხვედით. სხვა დონორის მეძებნას ვერ მოვასწრებდით. ბავშვი მართლა ასე მძიმე არის? Şehrazat. შეჰრაზად ხანიმისთვის თქმა ვერ გეუბედე. Ama siz gelmişsiniz. თქვენ რომ არ ჩამოსულიყავით, ბავშვს ვეღარ გადავარჩენდით. შევზანდით. გმადლობთ. Salam. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა. Karıştı. ერთმანეთი დაიცანით. მეჰრიბან ხანიმი ბაქოდან წუხელ ჩამოვიდა. როგორ ბრძანდებით? გმადლობთ, კარგად. დაბრძანდით. İyi ki geldin. კარგია რომ ჩამოხვედით, მიჰრიბან ჰანი. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ, რას ამბობთ? Benim balam. რა საყვარელი ბიჭია? Hadi gel çocuğum. მოდი ჩამეხუდე. Sen o. მიდი შვილო. მოდი ჩემთან. Benim adım მე მიჰრიბანი მქვია, შენ? Kaan. ქანი. Kaan. ქანი. Adın da Özür. თავამაზი სახელია. Sen niye böyle? ასე რატომ ლაპარაკობ? აზერბაიჯანელი ვარ. არ გესმის რას ვამბობ?
დედიკო. Ari nerviulo. კარგად ვიქნებია. იმის მაგივრად მე გავამხნებო. ბავშვი თვითონ მამშვიდებს. დედიკო, იცი ძალიან ჭკვიანი ბიჭი რომ გყავს. ვიცი. ჩემი ბიჭი ძალიან ძლიერია. ერთი თვის მერე ყველაფერი დაგავიწყდება ჩეჰრაზადანიმ. დამიჯერეთ. დიდი მადლობა ათილაბეი. პროცედურების თანმიმდევრობა უკვე იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. დღეს ქაანის ქიმიოთერაპიის კურსს ვიწყებთ. ეს მაქსიმუმად დღეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მიჰრიბა ჰანიმის ძვლის ტვინიდან აღებულ უჯრედებს ქაანს გადაუნერგავთ. ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ განმეორებით ანალიზს გავუკეთებთ. თუ მკვდარი უჯრედები გამოჯანმრთელდება, ჩვენი პატარა კარგად იქნება. იმედი მაქვს, ჯერა რომ ასე იქნება. რამდენი დღე დასჭირდება? სავარაუდოდ 3 კვირა. შესაძლოა 2 კვირაც საკმარისი აღმოჩნდეს. ჯერ სულ ერთი ციცქნა. დღეს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. ხოლ უკეთესად ვიქნებით. ბედის წერამ ერთმანეთს შეგვეხვედრა. ეს ასიკეთო ნიშანია. ბედნიერი იქნებით, ყველაფერი მოგვარდება. ისევ პორტოხლიანი ქურაბია. ამ ჰოლდინგში თათბირის დროს ყოველთვის გვიმასპინძლდებიან. ასეა, მოგსიმბეის დროიდან ეს ტრადიცია. ялჩინბეი, დიდი ხანია აქ მუშაობთ. დაარსებიდან ოფისი სალიფ აზარში ჰქონდა. ეს შენობა მაშინ არ არსებობდა. რამდენი წლის ბრძანდებით? უხერხული კითხვა დაგისვით არა? ლევენტ. შენის ნომრები დღეს შემოდიან? დღეს თათბირიდან ადრე უნდა წავიდე. თუ გინდა ნუ დაესწრები. არა, სანამ ჩამოვლენ დრო მაქვს. მოგვიანებით წავალ. პროექტის ბოლო ვარიანტი მაინტერესებს. ნახო ჩეჰრაზადანიმმა როგორ იმუშავა. დილამშვიდობისა, კოლეგებო. გამარჯობა. 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 დანარჩენები სად არიან? ონურბეი ბენნო ჰანიმი დღეს მშენებლობაზეა. ჩეჰრაზადანიმი კი ჯერ არ მოსულა. გასაგებია. ჩეჰრაზადანიმს ნუ დაველოდებით. როგორ ჩანს მისი განრიგი ჩვენსაც არ ემთხვევა. ონურ, ჯერ 10-25 წუთია, 5 წუთში თუ არ მოვა დავიწყოთ. ялჩინბეი მართალია, ყავა დავლიოთ. ქურაბი ეგოსინჯოთ. რომელი ხილით არის? პორტოხლით. მადლობთ. გადასასვლელი კონსტრუქციის პრობლემა შეჰრაზადანიმმა მოაგვარა. მოვა და თვითონ უკეთესად აგიხსნით. დიახ, ალბათ აგვიხსნის. რა თქმა უნდა, თუ მოვა და თათბირს დაესწრება. ველოდებით. ოკეანის მხარეს გამავალი ფასადის პროექტი დაამუშავეთ, რა გადაწყვიტეთ? შეჰრაზადანიმთან ერთად ესეც მოაგვარეთ. მოაგვარეთ. დიახ, მოაგვარეთ. ონურ, პრობლემის გადაჭრის იდეალური ვარიანტი შემოგთავაზა. სიმართლე გითხრა გაოცებული დავრჩი. კარგი იქნება ამ იდეალურ ვარიანტს ჩვენს თუ გავეცნობით. ამის საშუალება რატომ არ გვაქვს? ნახაზი კომპიუტერშია, მაგრამ კომპიუტერის არაფერი გამეგება. ялჩინბეი, კომპიუტერი რომ გესწავლათ, ახლა ყველაფერს თვითონ აგვიხსნიდით. შვილო, ამას აქში რაიმე ახლის სწავლა ადვილი გონია? შეგნებოთ ფასადის პროექტი შეჰრაზადანიმის მოსვლის შემდეგ განვიხილოთ. არაჩვეულებრივია, თათბირიც ამას ქვია. უკაცრავად ონურბეი თათბირს გაწყვეტინებთ, მაგრამ თათბირი არ შედგა ნურჰაიათანიმ, გისმენთ? ქერენბეისთან სტუმრები მოვიდნენ. უნდა დაგტოვოთ. უკაცრავად გზაზე დიდი საცობია, სხვა გზით ვერ წავალთ? სხვაგანაც იგივე მდგომარეობაა. სტამბოლში ყოველთვის ასეა. ეს მოსამზადებელი პროექტია.
ძირითადი სამუშაო პროექტი სად არის? თითქმის მზადაა. რას ნიშნავს თითქმის? სამუშაო პროექტი მჭირდება. რისთვის შევიკრიბეთ? მართალი ბრძანდებით ონურბეი, მაგრამ ძირითად პროექტზე შეჰრაზადანი მუშაობდა. გასაგებია. სხდომა დამთავრებულია, მეგობრებო. მშვიდობისა. თქვენი ყავა ონურბეი. გმადლობ ნურჰაიათ. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? Yok. არა. Şehrazat Hanım. შეჰრაზად ჰანიმი ჯერ არ მოსულა? არა. ონურბეი ძალიან გაბრასა? ძალიან. არ მისმის ამ ბიჭს რა ემართება. ამით საქმე რომ ფუჭდებოდეს კიდევ გავიგებდი, მაგრამ მეტამშენებლობაზე დღეს არ წავსულიყავი. შეჰრაზადი საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება იალჩინბეი. დამიჯერეთ. ასეთი რომ სხვა დროს არ მომხდარა. ხო, მაგრამ უკვე მეორე დაიგვიანა. ასე თუ განაგზო პრობლემები შეექმნება. დააფრთხილე რომ ეს აღარ განმეორდეს. გამარჯობა ნურჰაიათ. ონურბეი მელოდება, შებრძანდით, გელოდება, ძალიან გაბრაზებულია. სად ხართ? თქვენთვის არ ვთქვამთ რომ თათბირიათის ნახევარზე იყო დანიშნული. ბოდიშკი ხდით. მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. რა საქმე? მირზაზე კაპიტალს აბანდებდით და ვერ მოიცალეთ? ამით რისი თქმა გინდათ? შეჰრაზად ჰანიმ. ალბათ ხვდებით ჩემთან გატარებული ერთი ღამე უპასუხისმგებლოდ მოქცევის უფლებას არ გაძლევთ. რა? პირობა წამომიყენეთ რომ ეს ღამე საქმიან ურთიერთობაზე არ აისახებოდა. თუმცა პირობას თქვენ თვითონ არ ყოფთ. ონურბეი, გთხოვთ. დუბაის პროექტს თქვენ ხელმძღვანელობთ. ნებისმიერი უპასუხისმგებლო ნაბიჯი შესაძლოა პროექტისთვის დამღუპელი აღმოჩნდეს. მზად ვარ სამსახურიდან წავიდე. ამას არავინ გაიძულებთ. ვერ დაველოდები სანამ მაიძულებთ. რა ხდება? თუ თათბირზე დაგვიანება ჩემს შესაძლებლობებს ეჭქვეშ აყენებს, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა შეუძლებელია. პრობლემა საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ჩემს პასუხისმგებლობებს მშვენივრად ვაცნობიერებ. შესანიშნავია. აი ძირითადი სამუშაო პროექტი. ყველა პრობლემური საკითხი მოგვარებულია, მაგრამ როგორც ხედავ არ მენდობით. ასეთ ვითარებაში კი მუშაობა შეუძლებელია. შეჰრაზად ჰანიმ, გთხოვთ. ქერენბეი, მე და ონურბეი ვერ შევთანხმდებით. რას ამბობთ? საგამათო რა გვაქვს? დამშვიდით და დაბრძანდით. არა, ქერენბეი, მივდივარ. შეჰრაზად ჰანიმ. ვერ ხვდები რაზე ვგამათობთ. მართალი ხარ, ნახევარი საათია უაზროდ ვგამათობთ. დავსხდეთ. Tamam büyütmeyin. მოაზვიადებთ. მე არ ვაზვიადებ. გთხოვთ, დამშვიდით. მესმის სერიოზული პროექტია, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველა დაძაბული ვართ. ნებისმიერი წვრილმანი გვაღიზიანებს. შევეცადოთ ერთმანეთს გავუგოთ. ქერენბეი, ისეთ პირობებში მუშაობა, სადაც არ მენდობიან შეუძლებელია. ვინ არ გენდობათ? არ მithქვამთ თქვენს პროფესიონალიზმს არ ვენდობი მეთქენ. საქმეს თავის შესანიშნავად გაართვით. მინდა მომავალშიც ასე გაგრძელდეს. გაგრძელდება თუ ამის საშუალებას მომცემთ. კარგი, ამაზე ნუღარ ველაპარაკებთ. დავსხდეთ. დასხდით, დავიწყოთ. პროექტი რომ ვერ მოგვესწრო ან სხვა სერიოზული შეცდომა დაგვეშვა, ხმას არ ამოვიღებდი. მაგრამ ვერ ხვდები დაგვიანების გამო გენერალური დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი ერთმანეთს რატომ ეკამათებიან? მართალი ხარ? რა სისულელეა? გარგე. უთხარი რამე სასმელი მოიდანან. თქვენთან გამათი დღელი გამიშრა. დამომართვი მამა. ფული მზადაა. დაათვლევინე ალი კემალ. დაათვლევინე. ვიღაც ქალის ბავშვს $150,000 აძლევ. სასწაულია. რა თქვი? ვერ გავიგე, რა თქვი კიდევ გაიმეორე. 100 არ არის მამა.
ხომ თქვი აჰმეთის სულწულს არასოდეს მივიღებო. ახლა რა შეიცვალა? ის ბავშვი ასე უცებ რატომ შეგიყვარდა? ასეთი უცინდისო როგორ ხარ? ბავშვი ავად არის. ყვდება. მე რა ვქნა თუ ავად არის? ბავშვის დედა მიცოდა რომ აჰმედის ოჯახში არასასურველი რძალი იყო. ახლა წავიდეს და ეგ ფული სხვაგან იშოვოს. ბოლო დროს ენამედის მეტად დაიგრძელი ალი. მიზეზი ვინ არის? შენი ცოლი? მამყუნებ მამა. ეგ ფული ციდან ხომ არ ჩამოცვენილა? ფული შოვნა შენ მასწავლე? მე რომ არა ერთ პატარა მაღაზიასაც ვერ გახსნიდი. მამა. ალი კემალ. იცოდე ენა დაიმოკლე. ალო? საღამო მშვიდობისა შეჰრაზად ხანი. ბურხან ევლია უღლუარ. რატომ მირეკავთ? ისე შეურაცხყოფა რომ მომაყენოთ? ფული მზად არის. ოფისში მოდი და წაიღე. რა? თუ არ გწალია ჩემს ბიჭებს გამოვათან. შენი მისამართი მომეცი. არ შეგაწუხებ. ნადიდე ხანი მსუმადლოდე ბავშვის ამბავი ძალიან განიცადა. ალო. გაიგე რას გითხარი? თქვენი ფული აღარ მჭირდება. ვერ გავიგე. ფული ვიშოვე. შვილიშვილის გადარჩენა მეტის მეტად დაგაგვიანდათ ბურჰან ბეი. ნახვამდის. მითხრეს ქაანის ავადმყოფობამ კურნალობას დაემორჩილაო. თუ ასეა მოწყენილი რატომ ხარ? ონურბეის გამო? დაგვიანების გამო გესაყვედურა არა? ძალიან უხეშად მომიქცა. მითხრა მუშაობა თუ არ შეგიძლია უნდა ვიცოდეთო. კი მაგრამ ამით მარა საჭირო იყო. მითხრა ამ საქმეს თავს ვერ გაართმევო. მერე? მოთხარი თუ არ მენდობით სამსახურიდან წავალ მეთქი. რა? გაგიშდი? ეგ როგორ უთხარი? შეჰრაზად. მართლა ხომ არ წამოხვედი? ვაპირებდი, მაგრამ ქერემბეი ჩაერია და დარჩენა მთხოვა. როგორ შემაშინე? თვირფასო დაფიქრდი. ახალი სამსახურის ძებნის დრო გაქვს? ასეთ ვალს როგორ გაისტუმრებ? გული ძალიან დამწყვიტა ბენო. იმ კაცის უსამართლო შენიშვნები როდემდე უნდა ავიტანო? ვიცი ძალიან ძნელია, მაგრამ ონურბეის ყურადღებას ნუ მიაქცევ. ხოლო შენ კი არა სხვებსაც უხეშად ექცევა. ძალიან მკაცრია. ბედი არ მქონია. მეტად ქერემბეისთან ერთად მუშაობდე, სულ ხოლმეირია. როგორ გაგიმართლა ბენო? მართალია. ონურბეისთან შედარებით ქერემბეი ანგელოზია. თუმცა როცა საქმე სამსახურს ეხება, ისი ძალიან მკაცრი ხდება. რა მოხდა? დღეს ქაანის პაპამ დარეკა. რატომ? იმედი იმ უნამოსო კაცმა ისევ შეურაცხყოფა არ მოგაყენა. გონს მოეგო. ფულის მოცემა გადაწყვიტა. რა? არ გამოართვი? არა. შეჰრაზად, უნდა გამოგერთმია. შენი მეგობრის ვალს გაისტუმრებდი.
არა უშავს. რადგან ასე გადაწყვიტე, ამაზე უღარ ეფიქრებ. ნინეთმა დღეშვენს ლამაზ გოგონებს უგემრიელესი რევანი მოუმზადა. არ შევჭამ. დედა ნაყინი არ გვაქვს. რა დროს ნაყინია შვილო, უკვე ზამთარია. ელიფირო ჯამს? ჯამოს. ავადრომ გახდება ნახავს მერე. მიდი შვილო, დესერტი შეჭამე. ხო, მაგრამ ბებია, დედა ნაყინი მინდა. ნახეთ, ბავშვებო, ნინეთმა ზემოდან ნაღები მოასხა. დავიდეანებენ ადიდეჰანიმ. თუ არ უნდათ ნუ შეჭამენ. ამდენი ხოცნა არასაჭიროა. სხვა ბავშვებს გამხმარი პური ენატრება, ჩვენი ბავშვები კი ნაღებიან რევანიზე უარს ამბობენ. დანაყრდით ბავშვებო. თუ ასეა თქვენ სათავში ადით. ჯერ ბავშვები არიან ბურჰანბეი. სხვისი გაჭიროების რა ესმით? ბავშვებს ხელს მოაპარებ. არ ვაფარებ. ის გითხარი რომ ჯერ პატარები არიან. ნუ გაუწყრები, არ გინდა. კარგი. ნიმეთ, ბავშვებს ნაღინი მიეცე. ახლავე ბურჰანბეი. ოღონდ მომელა შეჭამან. დიახ. მისმინეთ ბავშვებო. ზაფხულამდე მეტნაღინს აღარ მიიღებთ. გასაგებია? კარგი. თორემ ავად გახდებით. გავიგეთ. სულ ასე იქცევი ბურჰანბეი, ჯერ უსაფუძვლოდ ბრასდები, მერე კი თვითონ ვენანობ. ამ ოჯახს თავისი წესები აქვს დედამ. მამა მართალია. გემრიელი რევანია რა? გემრიელია, ხო. ბურჰანბეი, ის საქმე მოაგვარე? რას გულისხმობ? ბავშვის მკურნალობის თანხას გულისხმობ. თანხა? აღარ დასჭირდა. როგორ? შეჰრაზად ჰანიმმა ფული იშოვა. ჩემი ფული აღარ დასჭირდა. სად უნდა იშოვა? ალბათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. იქნებ კიდევ ერთხელ შესთავაზო. რატომ? გრონია თავმოყარეობა არ მაქვს? მაგის თქმა არ მინდოდა. ფული ძალით რატომ მივცე ნადიდეჰანიმ? ჩემი ვალი მოვიხადე. ფული მართლა იშოვა? არ ვიცი. არასოდეს არაფერი იცი, ალიქემა. არასოდეს არაფერი იცი. სიმართლეს მეუბნები ბურჰანბეი. ფული არ აქვს. სად უნდა იშოვა? მარტო ხელაქალია. იმ საბრალოს არაფერი გააჩნია. შოვნის იმედი რომ გქონოდა ფული სათხოვნელად ჩვენთან რატომ მოვიდოდა? ნება მომეცი დაველაპარაკო. შევეცდები რომ გული მოვლბო. გული მოვლბო? ნადიდეჰანიმ, რომ დავურეკე და ბუთხარი ფული წაიღემეთ კი იცი რა მიპასუხა. შვილიშვილის გადარჩენა ძალიან დაგაგვიანდათო. აი რა მითხრა, მე ბურჰანევლია ოღლოს. ჩემი შვილიშვილი ახლა გახდა. შეჰრაზადანი მონახულების დრო ამოიწურა. ჩემს პატარას ვირტოვა. ხალხში წადით, ცოტა გაისვენეთ. რომ წავიდე გული აქ დამრჩება. ჩემ შვილთან აცილები. არი დარდოთ, აქ ყოფნით ვერ დაეხმარებით. ხომ ხედავთ განს ძინავს. ლილამდე არ გაიღვიძებს. ლილას კი სანამ გაიღვიძებს უკვე აქ იქნებით. მართალია, რადგან ასე ეწავალ.
ხო მართლა მიღებანი როგორ არის მშვენივრად რა მოაწყენს სულ რაღაც სიმღერებს ვიღინებს თავს მშვენივრად გრძნობს კარგია მოისვენეთ როგორ ხარ შვილო? როგორ უნდა ვიყო დეიდა არ ამიშავს ქანი როგორ არის უკეთესად? თუ ქანი უკეთ არის ასეთი შეწუხებული ხმა რატომ გაქვს? სამსახურში პრობლემები მაქვს ძალიან დავიბენი შვილო. ცუდი ფიქრები თავს ნუ დაიტანჯავ. თუ არ მოგწონს წამოდი სამსახურს ყველგან ისვევი. როგორ წამოვიდე დეიდა? სამსახურის შოვნა ადვილი გონია? ქანის მკურნალობას ყოველთვის უამრავი ფული სჭირდება. ფული წამლებისთვის, ბენზინის, ბინის ქირის, შუქის, ტელეფონის გადასახადისთვისაც ხომ მჭირდება. ვალებიც მაქვს. იმის მაგივრად რომ დაგეხმარო ტვირთად გაწევა შვილო. არა დეიდა, ამას ნუ ამბობ, ეს აღარ გაიმეორო. არ მაწუხებ. ახლა მთავარია ქანი გამოჯამრთელდეს, ხო არაფერი მინდა. ყველაფერი მოგვარდება შვილო, ასე ნუ განიცდი. ამ ქვეყნად ყოველივე საუკეთესო სიმსახურებ დამიჯერე. დეიდა, ჩემო საყვარელო. ნახომდის ნურბეი ნახომდის კამელ უკვე გვიანია სახლში წადე მაგრამ წადი ძოლი გელოდება ღამე მშვიდობისა
მამა, ქარხანაში მივდივართ. აბა სასეირნოდ ხომ არ წავალთ? რა თქმა უნდა, ქარხანაში მივდივართ. მეგონა დღეს მაღაზიაში მივდიოდით. დაგავიწყდა საქონლის მიღების დღე რომ არ არის. რამე ხომ არ გჭირდება? არა, გმადლობ. შენ რძალო? არა, მამა, გმადლობ, წარმატებულ დღეს გისურვებთ. რამე არ დაგრჩეთ. ტელეფონი დამჭამ. აი, შემოიტანე. წარმატებას გისურვებთ. გაინძერი. მადლობ. ისოდე მძიმე არაცია. კარგი, აქ რიცის ვარ, შვილო, მძიმეს ავაწევინებ. მადლობ, დედა. განი. გილოცავ, შენი ძმა ჩამოვიდა. გმადლობ, დედა. ეს უსაქმოა, ისევ ჩამოვიდა. მოიცადე? გამარჯობა, განი ეფენდი. გამარჯობა. ხელზე მაკოცე. როგორ ბრძანდებით, ბურჰანბეი? დედა როგორაა, ხომ ყველანი კარგად ხართ? კარგად არიან, მოგითხვა გადმოგცეს. აბა თქვენიცით, ნახვამდის. ცოლის ძმა ჩამოსულა. მოდი, მოდი. როგორ ხარ? მოდი ჩემთან. ჩემო საყვარელო. როგორ არის? კარგად ბიძია. რით ჩამოხვედი, ავტობუსით? ავტობუსით, თვითმფრინავის ფულის ადგოქს. ევლია უღლუები ხომ არ ვართ? ქაისერში რა ხდება, ხომ ყველანი კარგად არიან? ალი კემალ. შემოდი, შემოდი. ნადიდე ჰანიმ, გამარჯობა. აი შენ, ნიმეთ. რადგან გეოლოგიურ დასკვნას ხელი მოაწერეს, შვებით ამოვისუნთქემ. საძირკველს კი მოვერიეთ, მაგრამ არ მეგონა ყაზახურ ბიუროკრატიასაც თუ მოვერეოდით. ბენო ჰანიმ, გერმანიაში გასაგზავნ წერილს ჯერმე გადავხედავ. მერე გაუგებრობა რომ არ მოხდეს. როგორც იტყვით, ქერენბეი. კიდევ რა საკითხი გვაქვს? გისმენთ? სკაი ტაუერის დეტალური პროექტის ჩაბარება. ამ ხრივ რა მდგომარეობაა? 22 დღიანი სამუშაო გეგმა შევადგინე, ჩემი აზრით. 22 დღე. 22 დილა. 22 შუა დღე. 22 საღამო. შესანიშნავია. 22 დღე მეტის მეტად დიდი ვადაა, შეჰრაზად ხანიმ. სულ სხვანაირი თაობა მოდის. კომპიუტერებმა და ახალმა ტექნოლოგიებმა გაგათამამათ. ყველაფერი სწრაფად გინდათ, დაუყოვნებლივ. ადრე სამუშაო პროექტის მომზადებას 3 თვეზე მეც ვანდომებდით. დრო შეიცვალა იალჯინბეი. ასე თქვენს დროს იყო. რადგან არსებობს ტექნოლოგიები, უნდა გამოვიყენოთ კიდეც. მართალი ხართ? 15 დღეში მზად იყოს. შეუძლებელია, ონორბეი, ისედაც მთელი დღის განმავლობაში მუშაობთ. საღამორისთვის არსებობს. რა თქმა უნდა, შუადღის მერე 6 საათზე სამსახურიდან თუ წახვალთ არ მოესწრება. როცა შემიძლია საღამოობითაც ვრჩები და ვმუშაობ, ონორბეი. ესე იგი ყოველ საღამოს უნდა დარჩეთ. მურჰაიოთან იმს დაელაპარაკეთ. 15 დღეში პროექტის პრეზენტაცია დანიშნოს. წარმატებას გისურვებთ. წარმატებას გისურვებთ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ.